მოგესალმებით. ეს არის სტარტაპერი პოდკასტი. სტარტაპერის სპონსორი არის კომპანია Piplia. ეს არის HR აუთსორსული კომპანია. ხოლო დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ტალანტების დეფიციტზე ქვეყანაში და რა ხდება ზოგადად საქართველოს ბაზარზე დღესდღეობით. ჩვენი სტუმარი არის ქეთი ამირბარი. ქეთი ამირბარი არის მასპინძლობის პირველი სააგენტოს მფლობელი საქართველოში. ქეთი არის ასევე ლექტორი, კოუჩი. ჩემი მეგობარი და ქეთი როგორც არავინ ხვდება იმ გამოწვევებს, რა გამოწვევების წინაშეც არის დღესდღეობით დასაქმების ბაზარი. სანამ გადავალთ ძირითად საკითხზე, მინდა რომ მომიყვე შენზე და იმაზე, როგორ აღმოჩნდი მასპინძლობაში და როგორ ხედავ როლს, საკუთარ როლს ამ სფეროში. მოგესალმებით, კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენთან. გისურვებ ბევრ სიბჭყვიალეს და ახალ აღმოჩენებს, გაცნობიერებს და რაც თავარია ცნობიერების შეცვლას ადამიანებში. რაც შეეხება ჩემს თავს, 18 წლის წინ მოვხვდი ძალიან შემთხვევით პროფესიით ვარ გერმანისტი. ამ სფეროში გაყიდვების მიმართულებით არ იყო ეს ბიზნესი ისეთ ტენდენციური, როგორც ახლა არის. და ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდი და დავრჩი და მივხვდი, რომ ეს ის არის, რაც მაინჭებს ძალიან დიდ სიამოვნებას. შენს კომპანიასთან დაკავშირებით რო გითხრა 1-2 სიტყვა, რა გამოწვევები არის და პოზიტიურ ჭრილში რას ხედავ? რა შეიცვალა დღეს საქართველოში მასპინძლობის მიმართულებით? ამირბარი არის პირველი მასპინძლობის სააგენტო საქართველოში და არის ჩემი ანალოგი. აკეთებს ზუსტად იმას, რასაც წლებია ვაკეთებ მე. ყველა მიმართულებით, ყველა ადამიანთან ერთად ვცვლით ბიზნეს ხედვას, სტრატეგიებს ვქმნით და ვეხმარებით ბიზნესებს, ადამიანებს, ვინც არის გარკვეულწილად კავშირში მასპინძლობასთან. პოზიტიურ ჭრილში შემიძლია ვთქვა ის, რომ ცნობიერება მოდის ნელ-ნელა, მაგრამ ტურიზმი და მასპინძლობა ისეთ სენსიტიური მომენტია, რომ ყოველი მომენტი, რაც ქვეყანაში, საქართველოში, მსოფლიოში ხდება, ეხება და ანელებს განვითარებას სამწუხაროდ სხვადასხვა მიმართულებით. იცი რა არის, ჩემი დაკვირვებით მე გარედან მკურვებელი ვარ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ კონკრეტულად უშუალოდ ამ სფეროში ესე ღრმად არ ვარ ჩახედილი. ესე ვხედავ, რომ დღეს საქართველოში იმდენი ტურისტი აღარ შემოდის მარტივად რა ვთქვა და იმ ხელა ეკონომიკურ მატერიალურ სიკეთეს ვეღარ ქმნის ქვეყანა, როგორც პირობითად იყო წინა წლებში, განსაკუთრებით პანდემიის მერე რომ მოიმატა ტურისტების ნაკადმა. შენ რა შეგიძლია რა თქვა ამასთან დაკავშირებით? ხედვა სხვადასხვანაირია, გააჩნია რომელ წყაროს მოусმენ. რეალურად სეგმენტია შეცვლილი. ტურისტების ნაკადი არის, მაგრამ ისეთი ხარისხიანი და მხარჯოლუნარიანები არ არიან, როგორც ჩვენ გვინდა და სხვადასხვა მიმართულების და სხვადასხვა ინტერესის ადამიანები არიან, რომლებმაც ქვეყანაში შესაბამისი აქტივობები გააღვივა. მაგალითად, არაბეთიდან, გალფის ქვეყნებიდან, კონკრეტული ქვეყნებიდან ადამიანები, ვისაც არ აინტერესებს გასტრონომია, გასტრონომიას აჩერებს და ვერ ვითარდება. ანუ მას არ აინტერესებს ჩვენი სამზარეულო, ანუ ის ნახევარი წილი მასპინძლობის, რაც ჩვენშია და რასაც ძალიან მაგრა წარმოვაჩენთ. აი ესეთი მდგომარეობა და ვერ იტყვით, იცი, ადრე შემეძლო რომ რაღაცა პროგნოზი გვეთქვა ჯავშნების მიმართულებით, ყველა მიმართულებით. პულსირებულად ხდება, მომენტალურად ხდება და წინასწარ არაფერი არ იგეგმება. აი ესეთ სიტუაცია გვაქვს ახლა. არა მარტო ქვეყანაში. ზოგადად მსოფლიოში წესია თუ ადრე იჯავშნებოდა 3 წლით ადრე, 1 წლით მაინც ადრე ვიცოდით რა ხდებოდა ჩვენ სასტუმროებში, ზოგადად ქვეყანაში ახლა ძალიან ძნელია რამე თქვა. და მიზეზი რა არის შენი აზრით? ზოგადად მსოფლიო მდგომარეობა და ქვეყნის მდგომარეობაც ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე ორივე პირდაპირ არტყავს და მით უმეტეს ჩვენ კოვიდი გამოვიარეთ, რამაც მთლიანად მსოფლიოში ჩვენ სექტორს ძალიან დაარტყა. და მერე დაიწყო ომი, რამაც ასევე ძალიან დიდი გავლენა იმოქმედა. ამიტომ მუდმივად ეპიცენტრში ვართ ხოლმე და ნებისმიერი მოქმედება საქართველოში ელემენტარული შეიძლება მოსახლეობამ არც მიაქციოს ყურადღება, მომენტალურად იმ წუთშივე ისახება ჯავშნებს და დატვირთულობაზე სასტუმროების ნაწილში. ეს ყველა ფაქტორი ზოგადად ერთმანეთთან არის დაკავშირებული ბიზნესთან, ჯაჭვი არის, ხო? ამ შემთხვევაში კონკრეტულად მასპინძლობის მიმართულებაში ტურისტების რაოდენობა, რომელიც შემოდის პირობითად სასტუმროებში ქვეყანაში, ეს ზეგავლენას ახდენს საბოლოო ჯამში ბიზნესის რენტაბილურობაზე, მომგებიანობაზე და ასე შემდეგ, ხო? ვინაიდან დღეს ვსაუბრობთ ჩვენ ტალანტების დეფიციტზე ქვეყანაში, რა გავლენას ახდენს ეს მოცემულობა ტალანტებზე და რა მდგომარეობა გვაქვს ადამიანების მიმართულებით ქვეყანაში? არის თუ არა სურვილი დასაქმდნენ ამ სფეროში? რამდენად პროფესიონალები არიან ეს ადამიანები? რა გამოწვევის წინაშე დგას კონკრეტულად მასპინძლობის სფერო?
ამ შემთხვევაში ტალანტების მიმართულებით, აი ამაზე რო ვისაუბროთ. ძალიან კარგად ახსენე ადამიანები. სულ ამბობ ხოლმე, რომ არა კოლეგებიც, აი ესეთი მომენტია. ადამიანებად არ აღვიქვავენ ხშირ შემთხვევაში დამქირავებელი ამ ადამიანებს, რომლებიც მოდიან და არ ზრუნავენ მათ ემოციაზე, მათ განწყობაზე, მათ დამოკიდებულებებზე და შესაბამისად სამწუხაროდ ძალიან ცუდი სიტუაცია. ზოგადად ჩვენშიც ალბათ ადამიანებშიც არ არის ხედვა, რომ მასპინძლობა არ არის სისტემური რაღაცა ადმინისტრაციული მოქმედება და ეს არის გულიდან გულში მოქმედება, ადამიანიდან ადამიანზე ემოცია გადადის და უნდა შექმნა ატმოსფერო და შენ თუ ეს არ გიყვარს ძალიან ძნელია ამის გაკეთება. ადამიანი, რომელიც აკავს მაგალითად რეგიონის მაგალითს მოვიყვანე, პირადი გამოცდილებები, სადაც მაქვს პრაქტიკული და ხსნი კონკრეტულ სასტუმროს და აკავს მაგალითად 150 ადამიანი და რომ თავიდან გამართო, შენი საქმე გააკეთო და შემდეგ ამ ობიექტს შენ თვითონ ტოვებ, უტოვებ მფლობელს, მფლობელი ავიწროვებს ამ იმას, ტოვებს 50 ადამიანს და ამ ანთებულ ვარსკვლავებს, რომლებიც ძალიან ბევრი არიან და რომლებსაც უნდათ განვითარება, ან თავისუფლებს. ეს ადამიანები საერთოდ ხელს იქნევენ ამ ბიზნესზე და საერთოდ ქვეყანასაც ტოვებენ. რეალური სტატისტიკა არის ეს, რომელზეც ძალიან ცოტა ადამიანი ლაპარაკობს ესე. საჯაროდ და ძალიან უჭირთ ხოლმე. დიდი გამომწვევი მიზეზი ეს არის, იმიტომ რომ არის გულის წყენა, არ არის სანდოობა ბიზნესების მიმართ, იმიტომ რომ არ არჩევენ შესაბამის კადრებს, შესაბამისი რაოდენობით და არ ამზადებენ, არ უვლიან და არ უყურებენ მათ როგორც ადამიანებს. ხედვაც ესეთი არის რა. როცა უძგები ადამიანს ადამიანურად, ამას არ გრძნობინებ, როცა გაქვს ნდობა, როცა არის თავს გრძნობს თავისუფლად, აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება. აი პირადად შემიძლია თქვა, იყო ობიექტი, რომელიც წელიწად ნახევარი იყიდებოდა და არც ერთი თანამშრომელი ამ ობიექტიდან, სადაც ვიყავ იმ დროს, არ წასულა, იმიტომ რომ ჩვენ ვქმნიდით ერთად გუნდს, ატმოსფეროს და ჩვენ ვიხაროდა იქ ყოფნა. შესაბამისად, ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. ამ სფეროშიც, რომელიც ადამიანის ემოციებზე დადის რა. მე რაც მოვისმინე ახლა შენგან, რამოდენიმე ფაქტორი არის, რომელიც დავიჭირე. პირველი ფაქტორი არის ის, რომ შენ ამახვილებ ყურადღებას, რომ ტალანტების გადინება და ამ სფეროთი არ დაინტერესება არის გამოწვეული, აი ზუსტად იმ ჯაჭვით, რომელზეც მე ვსაუბრობდი, რომ თუ ბიზნესი ვერ ქმნის შესაბამის მატერიალურ რესურსს, მას არ აქვს იმის რესურსი, რომ ტალანტი თავისთან გაიჩეროს. იმ რაოდენობის ტალანტი და ადამიანები, რაც არის საჭირო მომსახურების მიმართულებით, ეს არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროში იქნება პრინციპში, ხო? მაგრამ ვინაიდან მასპინძლობის სფეროზე ვსაუბრობთ, რამდენად შესაძლებელი არის შემცირებული თანამშრომლების რაოდენობით მოხდეს იგივე ხარისხის დადება, რა ხარისხიც უნდა დაიდოს. ზოგადად, როდესაც შენთან შემოდის ტურისტი და შენ ხარ ფაქტიურად სახე შენი ქვეყნის, იმიტომ რომ შენ სასტუმროში ჩერდება, ხო? უნდა მოემსახურო ამ სასტუმროში, რამდენად ხდება იმ შედეგის დადება და მეორე, რამდენად მოტივირებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იქ. გამოდის, რომ ეხა სტატისტიკა არ ვიცი, ესე ალბათ ესეთი სტატისტიკა არსებობს ევროპული ქვეყნების შემთხვევაში, ან ზოგადად არსებობს, თუმცა საქართველოში მე არ შემხვედრია კონკრეტული სტატისტიკა, სადაც ხდება განხილვა აი ამ თუნდაც გადინების მიმართულებით. ეხა კომპანიებს თუ ექნება, ალბათ ინდივიდუალური რაღაცა გარკვეული სტატისტიკები თანამშრომლების გადინების მიმართულებით. დაუბრუნდები კითხვას, აი რა, როგორ შეიძლება რომ мотиваცია შეინარჩუნო თანამშრომლის, როდესაც თანამშრომელს უწევს, რომ პირობითად ორი ადამიანის საქმე შეითავსოს და ორი ადამიანის ნაცვლად იმუშაოს. ვიცი რა არის, მაგრამ ეგ არის ძალიან ინდივიდუალური. სასტუმროს შემთხვევაში თუ დავალთ, პირობითად თუ ავიღებთ მაგალითად, თუ მაქვს პრეტენზია რომ არ 5 ვარსკვლავიანი, უნდა შეთავაზო შესაბამის მომსახურება, რომელიც გულისხმობს შესაბამის ადამიანებს, შესაბამის შემოსავალს და ძალიან ლოგიკურია, მაგრამ მანდაც შეიძლება გადავთამაშება ინდივიდუალურად დაკავშირება. მასპინძლობა არ არის ის ბიზნესი, რომელიც არის სისტემური. იმიტომ რომ ადამიანებზეა მაინც და ემოციებზეა. სულ ამას ვამბობ, რომ სისტემას ვერ აწყობ, იმიტომ რომ მაინც სხვანაირად ტრიალებს. შეგვიძლია ფინანსურ ნაწილში კი ბატონო ველაპარაკოთ სისტემებზე, მაგრამ როცა ემოციაზე გადიხარ, როცა ბედნიერებას ქმნი, მე ესე ვთვლი, რომ მოგონებებს და ბედნიერებას ქმნი, იქ ძალიან ძნელია ამ ყველაფრის, აი ესე ხელოვნურად, რაღაცა გაწერილად გაკეთება. შესაბამისად, მე თუ მაქვს სამვარსკვლავიანი ხო ამბობ ხოლმე, რომ აი ბევრი სამვარსკვლავიანი მირჩევნია 5 ვარსკვლავიანს ესეა, იმიტომ რომ იქ უხარიათ და ის აურას ქმნის, იმიტომ რომ კედლებში არ მიდიან ადამიანები. ძნელია, მაგრამ ესეც შესაძლებელია. უბრალოდ
ჯობს რო თქვა რომ ვიყო სამვარსკვლავიანი და მე გავხდე 4 ვარსკვლავიანი შემოსავლელებიც გავზარდო და შესაბამისი თანამშრომლები დავიქირავ, ვიდრე 5 ვთქვა და გავიჭიმო და ვერ შევძლო ვერაფრის გაკეთება და შესაბამისად мотивация არ ქონდეთ ჩემ თანამშრომლებს, იმიტომ რომ მაღალი კლასის და კატეგორიის სასტუმრო შესაბამის მომსახურებებს გულისხმობს, სადაც ფიზიკურადაც ადამიანები გჭირდება. ამიტომ აი ამის დაბალანსება და სწორად აწყობა და მოლოდინის შექმნა დამკვეთისთვისაც, ანუ თვითონ მფლობელისთვისაც და ადამიანებისთვისაც, ვინც აკყავს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს თუ თანხმედრაშია ბიზნესი არის წარმატებული. ითამამად შემიძლია ვთქვა, რომ პატარა საოჯახო სასტუმროები, რომლებიც იწყებენ და მერე დიდები ხდებიან, ან სასტუმროების ქსელი გვაქვს. საქართველოში ანალოგიური მაგალითები, რომლებმაც ერთი სასტუმროც დაიწყეს და ეხლა ბევრი არიან, ზუსტად აი ასე მოვიდნენ რა. ესეც გულწრფელი დამოკიდებულებაზე გავდივართ და აი ამ ხედვებზე გავდივართ. რა თქმა უნდა, იქ ცოდნა აუცილებელია. თვითონ როცა მოყავს მით უმეტეს ჯენსის თაობა, მით უმეტეს ახალგაზრდა თაობა, მათ არ უყვართ ესეთ მეტი კონტროლი, არიან გულწრფელები, ნამდვილები, გაშლილები, მათ უნდა მისცე დობა, დამოუკიდებლობა. უბრალოდ უნდა მიყვე. მე ვამბობ ხოლმე მენტორული პარტნიორობა, რაღაც აი ესე მივყვები ხოლმე, აი ჩემს ობიექტებს, სადაც ვარ ხოლმე და ვმართავ. უბრალოდ გვერდზე მივყვები და ერთად რაღაცებს ვქმნით, ერთად შეცდომებს მეც ვუშვებ, ისინიც უშვებენ, ერთად განვიხილავ, მე ჩემ გამოცდილებას ვუზიარებ და მათგანაც ამბებს ვსწავლობ რა. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტა ესე ჟღერს ხოლმე ვითომ შაბლონურად თუ რაღაცა, მაგრამ რეალურად გულწრფელად, როცა ეს პრაქტიკაში გადაგაქვთ, საოცარი შედეგები იდება. როგორ შეიძლება, რომ ბიზნესმა რა უნდა გააკეთოს კონკრეტულად? ბიზნესმა თავის მოგების ნაწილზე უნდა თქვას უარი იმის სანაცვლოდ, რომ ყავდეს შესაბამისი რაოდენობის და ხარისხის თანამშრომლები, თუ არის ამის რაღაცა ალტერნატივა იმისთვის, რომ დაიდოს შესაბამისი შედეგი და თანამშრომლები იყვნენ დაინტერესებულები და მოტივირებულები. ორივე რეალურად შესაძლებელია, მაგრამ ბიზნესმა მოლოდინები უნდა გათვალოს, რას ელოდება. ეს არ არის ეს ბიზნესი, სადაც ჩადებ და მომენტალურად გიბრუნდება თანხა. ვამბობდი ხოლმე სულ ტრედინგებზე, რომ ეს არ არის ხალხმა, ეს არის იმპერიული ბიზნესი, ეს არის საშვილიშვილო ბიზნესი, რომელიც ნელ-ნელა გამოდის, მაგრამ ძალიან სტაბილურად ეს ფესვებს დგამს და ისე ვითარდება თუ უვლი და თუ უფრთხილდება. ეს არ არის რომ ავაშენებ, ძალიან დიდ თანხას თუ ჩადებ, შეიძლება ამონაგები იყოს, მაგრამ მაინც არ არის ესეთი ბიზნესი. შესაბამისად, აი მოლოდინის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს, ამიტომ რა მოლოდინები გვაქვს ამის მიხედვით. უნდა გაკეთდეს, ვფიქრობ ეს ყველაფერი. ამ შემთხვევაში შენ გულისხმობს სწორი სტრატეგიის გაწერას ბიზნესის შემთხვევაში? კი, სწორი სტრატეგიის, შესაბამისი ადამიანის გამოცდილების პრაქტიკის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე სად მდებარეობს კონკრეტული ბიზნესი, რომელ რეგიონში მდებარეობს, როგორ ვითარდება. აი თანამშრომლების კუთხითაც, რა დაქირავების კუთხითაც, ისეთი მიკროკლიმატები არის თითოეულ რეგიონში, მე თვითონ რომ გამოვცადე, რომ მართლა შოკში ვიყავი, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვადასხვანაირი მიდგომები ჭირდება საქართველოში, აი პატარა საქართველოში თითოეულ კუთხეს. შესაბამისად, ეს განვითარების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი და პლუსზე უნდა კედოს მუდმივად ხელი. მუდმივად ხელი უნდა ამოწმო, რა ხდება, როგორ ხდება, იმიტომ რომ ყველაფერი იცვლება. ხა დავგეგმო და ადრე რომ გავწერდით 5 წლიან ბიზნეს გეგმას და იმას უყურებდით, აი შანსი არ აქვს რა. აჰა, 3 გაწერე, მაგრამ ისიც არ არის რეალური, იმიტომ რომ მუდმივად იცვლება ყველაფერი. ამიტომ თანამშრომლებს არ უნდათ მხოლოდ ფული, უნდათ ნდობა, თავისუფლება, განვითარება და ეს ატმოსფერო და გარემო მერე мотивациასაც აჩენს და ძალიან გულწრფელი დამოკიდებულებები იქნება მოკლედ და ყავს მართლა ტალანტები, რომლებსაც შესაბამისად ინარჩუნებ, მაგრამ რა თქმა უნდა მერე მიდი. შენ ახსენე საქართველოს სხვადასხვა კუთხეები. ჩვენ ვიცით ახლა რომ არის განსხვავებები, თავისი სპეციფიკა აქვს და თავისი სპეცი აქვს ყველა რეგიონს. თუ შეგიძლია აი გაიხსენო მაგალითად სხვადასხვა რეგიონების შემთხვევაში რა სხვაობა არის? მე კონკრეტულად მაინტერესებს უფრო თანამშრომლების მხარე, რადგან ჩვენ თანამშრომლებზე და ადამიანებზე ვსაუბრობთ ახლა. რა განსხვავება არის თუნდაც მომსახურების მიმართულებით, თუნდაც ცნობიერის მიმართულებით, დამოკიდებულების სტუმრის მიმართ, ვთქვათ, რა განსხვავებები არის რეგიონების მიხედვით? მართლა იმხელა განსხვავებაა, რომ ამდენი წელიან ბიზნესში ვარ და მეგონა რომ ვიცოდი. მაგრამ აი მართლა აი დაქირავების კუთხითაც როგორ უნდა იპოვნო ადამიანები სხვადასხვანაირად უდგებ. დასავლეთს და აღმოსავლეთს გავავლებ პარალელს, ну საოცარი მასპინძლობა იცის ორივე მხარე, თავისებური. დასავლეთში მაგალითად მართვის მიმართულებით როცა ესაუბრები თანამშრომლებს, ყველაფერს გიდასტურებენ. აბსოლუტურად ყველაფერს არიან თანახმა. კი და მეორე დღე შეიძლება გითხრა, ნუ არა. იცი რა, აი უცბად გადაწყვეტავს, რომ არ მოწას და იმ მომენტში ვერ გითხრა, იმიტომ რომ პატივი იქცა. აი ძალიან ისე
დასავლეთის იმით მოგიდგა. აღმოსავლეთში სახეზე გრძნობ, რომ არ უდო. არ აინტერესებს, უბრალოდ ვერ იღებს. მე უფრო აღმოსავლეთში მიადვილდება, რომ არ დავმალო და მირჩევნია მითხრა, რომ ეს არ მომწონს და მოდი შევცვალოთ, ვიდრე დამეთანხმო, ვერ გავიგო და მე რაღაც შეცვალო. მასპინძლობა ყველა რეგიონს და ყველა კუთხეს თავისებური აქვს და ამიტომ ვართ უნიკალურები და ნაირფერია ეს ჩვენი ქვეყანა და საოცარი ამით ვერ გამოვყოფ, მაგრამ აი მართვის მიმართულებით შემიძლია ესე ვთქვა, იმიტომ რომ ყველა კუთხეს აქვს დამახასიათებელი მიდგომა და ისეთ რაღაცებს აღმოვაჩენ ხოლმე დეტალებს, თვითონ რეგიონიდან წამოსულ პატარა დეტალებს, რომელიც აი საოცრად შეგიძლია შეფუთო, გამოიტანო და დაანახო ტურისტს. ქეთი, თაობებზე მინდა რომ ვისაუბროთ და თაობათა შორის სხვაობებზე, იმიტომ რომ ბევრს საუბრობენ, ყოველთვის, ყოველ თაობაში ხდება თაობათა შორის განსხვავებებზე ყურადღების გამახვილება და ყველა თაობას აქვს თავისი გარკვეული გამოწვევები, წინა თაობასთან შედარებით, წინა თაობას ხშირად არ მოწონს რაღაცა გარკვეული ნიუანსები ახალი თაობის. მოდი ვისაუბროთ მილენიალებსა და ჯენზის შორის განსხვავებაზე. მე ვფიქრობ, რომ შენი გამოცდილებიდან გამომდინარე შენ გქონდა შეხება როგორც მილენიალ თანამშრომლებთან, ასევე ჯენზისთან და შენი გამოცდილება რომ მოყვა. მილენიალი ვარ და ჯენზი მყავს სტუდენტები, რომლებიც ამირბარში გახდნენ პირველი ჩემი თანამშრომლები. ანუ მე ისინი ძალიან მიყვარს. ეს არის თაობა, რომელიც მტენის, მავსებს და მასწავლის, როგორ უნდა მიმოქმედო. მართლა ვფიქრობ, რომ ვარსკვლავები რომ ამეცოდა თავიდან რაღაცები ჩემში მოვიდა და დაიბადა, იყო მათი დამსახურება და ზოგადად აი ჩემი სტუდენტები არის ჩემი მამოძრავებელი ძალს უამბობ ხოლმე დღემდე. ისინი არიან ძალიან თავისუფლები, ძალიან უშუალოები, გიზიარებენ ყველაფერს პირდაპირ. უბრალოდ მან დააქვთ ცოტა ის მომენტი, რომ იბნევიან, ცოტა ქაოსი შემოდის ამდენ თავისუფლებაში და მე აღარ იციან ხოლმე რომ მომხარეს წავიდეს, მაგრამ მაინც აბალანსებენ. მათთან ურთიერთობა არის აი ახალი გაკვეთილი, იმიტომ რომ გაჩვენებენ როგორ შეიძლება იყო. მე მილენიალის ეს კლასიკური რაღაცა მენტალური, სოციალური გავლენები, რომელიც გვაქვს და ცოტა აბალანსებს, ერთობლივად საოცარ რაღაცებს ქმნის, თან როცა გულწრფელი ხარ ეუბნებით რა მე ჩემთან ეს არ მოსულა, შენთან მოსულა, მოდი იცი რაღაცა ისე ვქნათ, რომ ორივემ კარგად გავაკეთოთ, საოცარი რაღაცები კეთდება ხოლმე და აი რაღაცებს ბიმით ქვია ხოლმე ადრე მახსოვს ესე მისმენდნენ ხო და უკაიქეთი და დავიღალეთ არ მინდა მაგის მოსმენა და შემოწმევინებდნენ ხოლმე. სამსახურშიც ესეა, ეხლა ყავს ძალიან ბევრი ჯენზი წარმომადგენელი და მეუნებიან ხოლმე ობიექტებს გულისხმობ და მეუნებიან რომ აი მისმეს და სახეზე უკვე გზნობ რომ აი ვერ გისმეს აი ინარჩუნებს და გეუბნები მოდი იცი რა ესე ხო არ ვცადოთ და ხვდები რომ ვაუ რა მაგარია რა მაგრა დაინახა ამიტომ თავადია ჩვენ თვითონ შევძლოთ ადაპტაცია რა და გაუზიარო რაღაც არ გესმის ისიც გეტყვის აუცილებლად და საოცარი შედეგი გამოდის ხოლმე რა მე აქვთ ხოლმე აი ეს ქაოსის მომენტი აქვთ მაგრამ მე ნაწილდება ირევიან ხოლმე იმიტომ რომ არჩევანი იმდენად დიდია და ის სხვანაირად ხედავენ სამყაროს ცოტა მანდ აქ თქმა უნდა მე საოცარი თაობა. სხვაობა რა არის? მე ვგულისხმობ კონკრეტულად პროფესიული უნარჩვევების მიმართულებით. ამ ორ თაობას შორის რა განსხვავება არის პროფესიული თვალსაზრისით, უნარების თვალსაზრისით და მოტივაციის მიმართულებით? ჩვენ ვიყავით უფრო კლასიკური, მაგალითად მასპინძლობის მიმართულებით თუ ვიტყვით ძალიან პერფექციონისტი ჰოტელიერი ვიყავი, რომელიც აი ეს სტანდარტებს მიუყვებოდი, რაღაცებს ვაკეთებდი და დაუშვებელი იყო შეცდომები. აქ შეცდომები მოსულა, აქ ყველაფერი მოსულა, არ იზეპირებენ და ქმნიან პარალელურ რეჟიმში ან ქმედებასთან ერთად ქმნიან რაღაცებს, ზუსტად ეს ვისწავლე და შევათავსე მეც მათგან. აი ეს არის ალბათ სხვაობა რა, ჩვენ უფრო კლასიკურები რაღაც ესეთი სტანდარტული ტიპის ტიპაჟები ვიყავით და ისინი არ არიან ესეთები. ისინი თვლიან რომ ყოველდღე რაღაცები შეიძლება შეცვალო და რაღაცები მიიღო, გამოასწორო და ზუსტად მოარგო იმ გარემოს, იმ სიტუაციას, რაც არის. მაგრამ ეს მასპინძლობაში და სასტუმროს თუ ვიტყვით, გააჩნია რა კლასზე და კატეგორიაზე გვაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ ყველგან ესე მოშვებული ბოლომდე ვერ იქნები, როცა რაღაცა ხუთვარსკვლავიან სასტუმროს თავისი სტანდარტები აქვს, მაინც გავალდებულებს, მაინც ჩარჩოში ქსვამს და უჭირთ ხოლმე სხვათა შორის ძალიან და ძალიან მოწონთ ისეთ თავისუფალი შედარებით გარემო და შესაბამისად ტენდენციაც ესეთია ბაზარზე, მსოფლიო ბაზარზე, სასტუმროები ცოტა სხვანაირები გახდნენ, უფრო უშუალოები გახდნენ, გააფართოვეს. ანუ ინფრასტრუქტურის ნაწილშიც, მომსახურების ნაწილშიც რაღაცები შეიცვალა და მიყვებიან დროს და ბევრი შესაბამისი ტიპის სასტუმრო წამოვიდა, რაც მათთვის უფრო კომფორტს ქმნის ჯენზისთვის ზუსტად. შენ რაც ახსენე, ახლა წეღან იყო ის, რომ შეცდომები მოსულა ხო? გონია რომ რეალურად ძალიან შეესაბამება ჯენზის თაობას და ძალიან კარგი არის ის, რომ
ამის შესაძლებლობა გაჩნდა და იმიტომ რომ ის პერფექციონიზმი, რაზეც შენ საუბრობ, მე ვფიქრობ, რომ მილენიალების განუყოფელი ნაწილი არის. ხო, რწმენა წარმოდგენებიდან, აღზრდიდან, იმ კულტურიდან გამომდინარე, რომელ კულტურაშიც გავიზარდეთ ჩვენ, ეს შეცდომები მოსულა ახალ ჰორიზონტებს აჩენს, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის, სხვა კუთხით და სხვა რაკურსით რო დაინახონ. თუმცა, როგორ წარმოგიდგენია კლასიკურ ბიზნესში ესეთი ტიპის შეცდომები მოსულა. როგორ უნდა მოხდეს ამისი ადაპტირება მოცემულობასთან? მასპინძლობას თუ გულისხმობ და სასტუმროს მოსულა. სასტუმრო არის როგორც ადამიანის ორგანიზმი, ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად იცვლება, მუდმივად ვითარდება, რაღაცა ეშლება, რაღაცა ფუჭდება, რაღაცა ენგრევა. ძალიან მაღალ კლასზე ვლაპარაკობ, არ ვლაპარაკობ საშუალო დაბალ კლასის სასტუმროს. ყველგან ყველაფერი მოსულა. თავი ამას როგორ მიაწვდი იმ ადამიანს, რომელისთვისაც ასევე შეცდომები მოსულა უნდა იყოს რა. მე ვამბობ ხოლმე, ძალიან სტრესული ხარ გვაქვს სასტუმროს გახსნა ერთ-ერთ ობიექტში და ძალიან სტრესული გარემოა ხოლმე მუდმივად და რაღაც შეცდომები გვემართება, ან რაღაცა მენეჯმენტში ეს ერთმანეთთან შეგუების მომენტი არის და ვამბობ, რომ ეს არის ზრდის ზონა. სულ ვამბობ, რომ ეს შეცდომები მოსულა არის ზრდის ზონა, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რამდენ რაღაცას ვიღებ და სულ სხვანაირად ვატრიალებ ხოლმე და ვუყურებ და უკვე ჩემი მასე ეცნებათ ხოლმე, მაგრამ მართლა ესეა. ჩვენ ძალიან ისე ვიყავით. ყველაფერს ტრაგედია თუ აქცევდი ხოლმე მე მაგალითად, პატარა შეცდომაზე იმდენს ნერვიულობდი ხოლმე დამწყები რო ვიყავი, რო ვფიქრობ, რომ ახლა ჩემებს რო ვუყურებ, მაგრა არ აინტერესებთ, იციან გამოსწორდება, იტყვის, მოგვარდება. მანდ ახლა მასპინძლობაში კიდე სხვა თემები ყავს, სტუმარი როგორ ყავს, როგორ უნდა მიმართო კიდე რომელი ტიპის სასტუმროში მუშაობ, მაგრამ ზოგადად ყველგან შესაძლებელია და ყველგან მოსულა შეცდომები და კლასიკურ ვარიანტს გულისხმობ მასპინძლობის სასტუმროს მიმართულებით, იქაც ემართებათ, იქაც ადამიანები არიან და იქაც ტკივათ, იქაც ხარიათ. ვინაიდან შენ გაქვს კომპანია, რომელიც დაკავშირებული არის მასპინძლობის სფეროსთან და ყავს თანამშრომლები, ადამიანები, რომლებიც ქმნიან შენს კომპანიას ფაქტიურად. რა დამოკიდებულება გაქვს ამ ადამიანებთან, რა ურთიერთობა გაქვს და როგორ ხდება ზუსტად აი ამ თაობათა შორის განსხვავებულობის დაბალანსება შედეგის მისაღწევად? ჩემი კომპანიის წარმომადგენელი მინდა დავაგაგროთ, რომ იყოს შეიძლება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მასპინძლობაში მოღვაწეობს და ჩვენ სააგენტოსთან შეიძლება ითანამშრომლო. არის გუნდები, რომლებთანაც თანამშრომლობ, უფრო დიდხნიანი ურთიერთობა მაკავშირებს, ან პროექტი გვაქვს უფრო დიდი და სასტუმროს მიმართულებით მაგალითად. შემიძლია ძველიც გავიხსენო, ახალიც გავიხსენო და ეხლა მახსენდება თუ მიყურებს ჩემი ტექნიკური მენეჯერი, რომელთანაც ძალიან მიჭირდა ურთიერთობა და მე ვიყავი გენერალური დირექტორის პოზიციაზე და გულწრფელი გაზიარებით დავუჯექი და მუდმივად საუბრობ მე რა პრობლემა მაქვს ამ დროს და რას ვერ ვიგებ და ანალოგიურად ვიღებ. ძალიან უჭირთ ხოლმე, იმიტომ რომ არ არიან მიჩვეული, მით უმეტეს ახლა მე რამდენიმე წლის ამბავს ვიძახე, ძალიან უჭირთ ხოლმე ამის მიღება და უჭირდათ. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ცნობიერება ამაყდა, მარტო YouTube-ი რო ჩავწოდა ნებისმიერ ამ ხვდები, რომ იქ რაზეა საუბარი და როგორ ვითარდება პიროვნულ განვითარებას, რა ხალხო მნიშვნელობა აქვს. ადრესე არ იყო და აი ჩვენი ურთიერთობის ტრანსფორმაცია იყო ყველაზე მაგარი მაგალითი ჩემთვის, რომ რა მაგარი რაღაც გავაკეთე, რომ დღემდე ვართ ისეთი მეგობრები და ისეთი ურთიერთობა გქონდათ, იმიტომ რომ ვერ მიგებდა, იმიტომ რომ იდეალური არავინ არ ვართ, ხო, ინდივიდები ვართ. ამიტომ ნებისმიერ გუნდში როცა შევდივარ, გულწრფელად ვჯდები და ვეუბნები რა მინდა, რომ სწორი მოლოდინი გქონდეთ, არ ეშინიათ. ხელმძღვანელის მისვლა ადგილზე, თუ გუნდია შეკრული და იქ შედიხარ, ეგ ხო კიდე ცალკე თემა. მაგრამ თუნდაც გუნდს როცა ქმნი, ჯერ ერთმანეთს არ იცნობენ, მერე შენ ვიღაცა მიდიხარ, ჩადიხარ, ან თბილისში, ან რეგიონში თუ ჩადიხარ, მით უმეტეს და აი გიყურებენ, გაკვირდებიან მთელი პროცესია, რომელსაც გადიხარ და ამიტომ ვარ და გულწრფელად ყვები, პირადსაც ყვები, რაღაცას ყვები, რომ გაიხსნე, დამინახონ როგორც ადამიანი. იმიტომ რომ ამ ადამიანებს უნდა უმასპინძლონ, იმიტომ რომ თვითონ უნდა იყვნენ კარგი ადამიანები. შესაბამისად, ამის გარშე ძალიან ძნელია ხოლმე რა ვჯდებით, ვლაპარაკობთ, გვაქვს ხოლმე ძალიან ისეთი გაზიარებები, მანდაც ბალანსი აღონ საჭირო, იმიტომ რომ ვიღაცა ვერ იგებს. ამ შენ დამოკიდებულებას ან ზედმეტად იღებს, ან ზედმეტად ფამილიარულ ამბავში გადმოდის და მე კიდევ თავი ნახდება. ან მუდმივი მუშაობა რა საჭირო რა, მაგრამ აი ატმოსფეროს გზნობ, გასაუბრებად ადამიანი როცა შემოდის და რო ვხედავ თვალებში ჯერ ჰოსპიტალიტის მასპინძლობის ადამიანს თვალებში ვარსკვლავები ეტყობა, როცა ელაპარაკების სამსახურზე. ან ის უყვარს, ან არ უყვარს, ან მოდის იმიტომ რომ სამუშაო ჭირდება,
და მე გამოვიჭერ ხოლმე ვიღაცები ეს დამიტოვებია დღეს ერთ წამყვან ბრენდულ სასტუმროებში მუშაობენ პოლიტიკოსობა რო უნდა და თუ მიყურებს კიდევ ესამები აი ესე ძალიან ბევრი ადამიანი მახსენდება რა შესაბამისად ენთებათ ხოლმე და რომ დავინახავ გრძნობ ხოლმე რომ აი ეს ძალიან მაგარი გოგო იქნება ეს მაგარი ბიჭი იქნება და ესე არის ხოლმე და მე გუნდიც ესე დგება რა იმიტომ რომ მოდიან გიზიარებენ არის გულისწყენებიც არის რომ ვიღაცას ენდობი ბოლომდე და გონია რომ მაგრა გაამართლებს და ყოფილი ხელფაში ჩარიცხულა და უცბად წასულა ესეც ყოფილი ანუ მარცხიც ესეთი განუყოფელი მომენტია რა მაგრამ ესეც ხო ზრდის ზონაა და აი ეგ მომენტია რა ესეთ დამოკიდებულებით ვართ ხოლმე და ჩემთან ვისაც უმუშავია წლების მანძილზე ყველა ამას იმაშვება აღნიშნავს რა ტკენები მეც გქონია მათაც გქონიათ რაღაცები ყოფილა მაგრამ ძალიან გულწრფელი დამოკიდებულებაში ვარ ხოლმე რაც მას პინძლობაში ფლირო განუყოფელი ნაწილი. ესე გამოვიდა მოკლედ რომ მე მოვესწარი და ვმუშაობდი როგორც კონსერვატიულ ბიზნესში, ასევე ევროპულ კომპანიებში და ასევე სტარტაპებთან, რომლებიც იწყებენ ახლა. და ვხედავ დროთა განმავლობაში როგორ იცვლება მენეჯმენტიდან, სიტყვა მართვიდან როგორ გადავედით სიტყვა ლიდერობაზე და ლიდერობიდან როგორ გადავედით გაცნობიერებულ ლიდერობამდე, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებული არის რა. თავიდან იყო წლების წინ დაახლოებით 10 წლის წინ აზიარებდნენ ხოლმე სოციალურ ქსელში იყო ძალიან ხშირად რა განსხვავება ბოსსა და ლიდერს შორის აი ესეთი იყო ძალიან ხშირად იყო ჩამოწერილი სხვადასხვა ფაქტორები მე როდესაც ვასწავლიდი ლიდერობას ერთ-ერთ უნივერსიტეტში ძალიან მკაფიოდ და კარგად მახსოვს ერთი კონკრეტული მიმართულება რომელიც მომყვება ბოლომდე და მეც ვიზიარებ ამ აზრს, რომ ლიდერების შემთხვევაში ლიდერებს ადამიანები თავისი სურვილით მიყვებიან. მათ არ ჭირდებათ არანაირი დაძალება, არ ჭირდებათ აი ზუსტად მაგაზე საუბრობ შენ ახლა ამ შემთხვევაში მე როგორც მესმის უკავშირის თვალსაზრისით რომ დაგიბრუნო, შენ ამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ კომუნიკაცია პირველი რაც დაასახელე, მეორე უშუალო დამოკიდებულება, თანასწორობა, თანასწორუფლებიანობა და შეცდომები მოსულას გავიმეორებ ისევ აი ეს რაღაცა ნაკრები ერთმანეთში ქმნის საბოლოო ჯამში იმ წარმატების ფორმულის ერთობლიობას. ისეთი წლებიდან მოვდივართ ესე გამოდის, როდესაც ჯერ არ იყო დანერგილი კომპანიებში, ეს და დღესაც არის ძალიან ბევრი კომპანია, სადაც ლიდერობაზე საუბარი არ არის, თუმცა ეს სხვა საკითხია. რა გამოწვევების წინაშე მდგარ ხარ, როგორც ქალი ლიდერი? სხვადასხვა კომპანიებში და რა გასწავლა ამ გამოწვევებმა. სხვა შორის წლები ვამბობდი ხოლმე, რომ ამდენი წელია თქო ესეთ პოზიციებზე ვარ თქო და არასდროს არ მიგვძნია თქო რამდენიმე წელი ამას ვამბობ. კარგი ხანი ვამბობდი და მე მივხვდი რომ მოადგილი მყავდა ყოველთვის კაცი. მოდმართლა. და ეს რო გავაცნობიან ესე მეწყინა, იმიტომ რომ მე დავაკავშირე ერთმანეთს რაღაცები. გამოგვდის, ჩვენც გამოგვდის, ძალიან მაგრა გამოგვდის და ეხლა არ ყავს მოადგილე კაცი, მაგრამ მათთან ერთად ბევრი კარი უფრო ადვილად იღება, ვიდრე ქალი როცა აღებს ამ კარს. მე მარტო მოვედი ამ ბიზნესში თანამდებობაზეც, მაგრამ გაუცნობიერებლად მყავდნენ ყოველთვის გვერდით ესეთი მამაკაცები. რომლებიც იყვნენ საქმის ნაწილს ინაწილებდნენ ხოლმე. შემდეგ იყო წლები, როცა ვიგრძენიეს და მე უკვე ქალებთან ერთად ვაგრძელებდი გზას, მაგრამ ძალიან ძნელია მით უმეტეს ახლა როცა გიწევს უშუალოდ თავარ ადამიანებთან, ბიზნესის თავარ ადამიანებთან პირდაპირ კომუნიკაცია და პირდაპირ მათთან შედიხარ, ცოტა უჭირთ ხოლმე. ადრე ესე უფრო ვგრძნობდი თითქოს, რომ უფრო გაგება უჭირდათ. ეხლა თითქოს ცნობიერება მათშიც იმიტომ რომ სეგმენტი ხო ცოტა სხვა არის ამ ადამიანების, რომლებმაც შექმნეს იმპერიები და ძალიან უჭირთ რაღაცების მიღება. სანდოობა ქალის მიმართ. რაც არ უნდა გასაკვირიყოს, მე პირადად მგონია რომ უფრო არის და რაღაცა უფრო ეხლა არის. ეხლა უფრო არის, ვიდრე რაღაც აი რამდენიმე წლის წინ მაგალითად რა. რამდენიმე წლის წინ ძალიან ისე აშკარად ვიგრძენი რაღაცები, რომ ისე გიყურებენ, მაგრამ ეხლა მე მგონი დავამტკიცეთ საქართველოშიც, მსოფლიოშიც, მაგრამ რაღაცებს ჩვენ ხოს ვამტკიცეთ. რატო უნდა აჭირდებოდეთ ქალებს გენდერული კუთხით გულისხმობ ამ შემთხვევაში დაამტკიცონ რომ მათ შეუძლიათ თუნდაც იყვნენ ტოპ მენეჯერები და მართონ კომპანია. მით უმეტეს ჩვენაირი მენტალობის ქვეყანაში ცოტა ესეთი მომენტია რა. მიუხედავად იმისა, რომ გენდერს მე ცოტა სხვანაირად ვიყურებ და ვთვლი რომ თუ გაქვს პრეტენზია იყო ძალიან მაგარი კაცი დაიყავი და მე ვიქნები ქალი. ზოგჯერ პრინცესაც ვიქნები მაგალითად, მაგრამ როცა სწორად ნაწილდება პოზიციები და როცა აძლევ პასუხისმგებლობას არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცია, მაშინ უნდა სწორი რა არის შენ შემთხვევაში. წეგან გამახვილა იმაზე ყურადღება რომ მოადგილე მყავდა კაცი, მაგრამ მე კაცი აღარ ახსენე. ანუ ისინიო და მე ქალები მყავდა. ანუ რაღაცნაირად ეს კაცის როლი ჩახსენი.
მარტივად რო გითხრა, მე ესე გავიგე და რატო ხდება, აი რა დამოკიდებულება გაქვს ზოგადად გენდერის მიმართ, თანასწორობის მიმართ, უფლებების მიმართ, შენ დამოკიდებულება მაინტერესებს. მე ადამიანების მიმართ მაქვს დამოკიდებულება და ვთვლი, რომ თუ ადამიანი ხარ, კარგი ადამიანი კაციც იქნები და ქალიც იქნები, აი მართლა მადლობა. ცნობიერება თუ გაქვს, მნიშვნელობა არ აქვს სქესს. და აი აქედან იწყება რა მთავარი, აი სქესი როცა წამოდის წინ და გონია რომ არასწორად უყურებ ამ სქესს და რაობას, მე ძალიან ბიზნესის კეთება მით უმეტეს ძალიან ძნელია ეს ადამიანებთან და ადამიანი როცა ადამიანურად უყურებს, მე ყველაფერი გამოდის რა. ესე მგონია, იმიტომ რომ ხა თუ უყურებ აი ეს ქალია და რაც გამიკეთებს და არ მოსვა აი რაღაცა საოცრებას, როგორ შეიძლება იმასთან რაღაც გააკეთო და თუ სანდოობა აქვს როგორც კაცის მიერ და ქალის, ორივეს გვაქვს რა. მდედრობიცას, მომრობიცას გვაქვს ჩვენი პლუსები და მინუსები, სადაც ბალანსდებით და ეს ნორმაა და ეს მისაღებია, მანდ არ მაქვს ის, რომ მე არ მაქვს სურვილი, რომ ვიყო ვიღაც კაცზე მეტი, ან თქვა რომ ძალიან ინდივიდუალურია, ვიღაც კაცზე მეტი ვიქნები, ვიღაცა ქალი კაცზე მეტი იქნება და ან ძალიან ინდივიდუალური, ამიტომ ადამიანი ეს ამბავში არის რა და არა გენდერის ამბავში ეს მგონი. კოუჩინგი რო გავიარე მაგის მერე სხვადასხვა გაცნობიერება მე და შენ ერთად გავიარეთ პრინციპში ეს ამბავი. ბევრი გაცნობიერება მოდის, რომელიც შეიძლება ეგრევე არ მოვიდეს და მოვიდეს ეტაპობრივად სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა გამოწვევებიდან გამომდინარე. მე მივხვდი ერთ რამეს, რომ არ აქვს, რა თქმა უნდა, ისედაც არ ქონდა ჩემთვის მნიშვნელობა გენდერის ამბავს. თუმცა მივხვდი ერთ რამეს, რომ ემოციური ინტელექტი ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში. ემოციური ინტელექტის ფაქტორები გინდა, არ გინდა, ახდენს ზეგავლენას იმაზე, რამდენად საკუთარ თავში ხარ დარწმუნებული. რამდენად ადამიანების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს სხვა ადამიანების მიმართ. რამდენად გაქვს დამუშავებული შინაგანი ტრავმები და ტრავმების ჭრილში უყურებ კონკრეტულ кейსებს და კონკრეტულ გამოწვევებს, თუ ამას უყურებ უკვე დამუშავებულ, ანუ შენი აი ეს დატრიგერებული ამბები თუ გაქვს დამუშავებული და როდესაც უკანა პლანზე ტოვებ ამ ტრიგერებს და შენ უკვე მოსმენის და ლიდერობის ჭრილიდან უყურებ გარკვეულ გამოწვევებს, აქ მგონია, რომ უკვე გენდერი საერთოდ იკარგება, აქ არის პიროვნებაზე საუბარი. როგორი პიროვნება არის, როგორი დამოკიდებულება აქვს, როგორი უკავშირი აქვს, როგორი მსმენელია, არ მინდა რომ სტატისტიკებზე გადავიდე. ქალების მიმართ დამოკიდებულებაზე მივბრუნდით ისევ და ტოპ მენეჯერებზე მივბრუნდით ისევ, არ მინდა რომ ამ თემაზე გავჩერდეთ, იმიტომ რომ წინა პოდკასტი ამაზე გქონდა. მაინც რატომღაც ამ საკითხის გარშემო ვტრიალებთ, ამაზე სესია არის ჩასატარებელი დიდი ალბათობით. დავუბრუნდეთ ისევ ტალანტების დეფიციტს საქართველოში. რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს ქართული ბიზნესი ადამიანური კაპიტალის მიმართულებით? ძალიან დიდი გამოწვევა გვაქვს. მაგრამ აქ არის ცნობიერების ნაწილი მთავარი რა. თუ სწორად მიუდგებთ, არასისტემურად მიუდგებით ამ ადამიანებს, პასუხისმგებლობას ავიღებთ მათზე, რომ ადამიანს, რომელსაც ვქირავ, ჯერ ადამიანია და მე არის დაქვემდებარებული თანამშრომელი, ეს ყველაფერი შეცვლის. იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ცუდი მიდგომებია კიდევ ერთხელ ვიტყვი რა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია არის უდიდესი და ფიზიკურად ადამიანები არ არიან რომ დაიქირაო, მაინც მიდიან ადგილზე ენდობიან, გამიგებენ ახლა ამ სფეროში ვინც მუშაობენ, ენდობიან, გონიათ რომ мотивაციით ივსებიან და მერე ისევე მარცხებს საწყდებიან რა, მარცხებს. არ არიან თავისუფლები, ვერ აზიარებენ თავიანთ შინაგან დამოკიდებულებებს. რაღაცა არ მოწოთ, ხო უნდა ამიხსნა, ხო უნდა გამზარდო, ხო უნდა მელაპარაკო. აი ეს გვიჭირს ხოლმე, არის ესეთი ადგილებიც, მაგალითად, სადაც ხელფასი დიდია. მიდიან ამ ხელფასის გამო, მაგრამ ეს ისე იგრძნობა, რომ შედიხარ ატმოსფეროში იგრძნობა, რომ გემსახურება, გაზეპირებულად გელაპარაკება, სტანდარტი სრულად შენარჩუნებულია. მაგრამ რაღაც გაკლია. აი ეს რაღაც გაკლია მომსახურების ნებისმიერ სივრცეში, სადაც ეს სასტუმრო იქნება, რესტორანი იქნება, ძალიან იგრძნობა და ამის გარშე წარმოუდგენელი. ამიტომ მარტო ფულით ვერ ბალანსდება ეს ყველაფერი. ამიტომ ტალანტებს უნდა დაფასება, თავისუფლება, ნდობა და შემდეგ უკვე ისინი თვითონ ქმნიან ლიდერობას თავის გარშემო და იბადებიან ლიდერები, აქვთ мотивация და ამოტივირებენ ჯაჭვური რეაქციით.
ჯაჭვური რეაქციით არის განსაკუთრებით და ესეთი მასპინძლობის სივრცეები, იმიტომ რომ ერთ თუ უხარია და თუ მიხვდებისა და მე კერები ჩდება. ნუ ეხ ყველა ბიზნესში ესეა, მაგრამ კერები განსაკუთრებით ჩვენ ბიზნესში ესეა, რომ პატარა კერები რჩება ვიღაცა უკმაყოფილო თუ მიუშვი და თუ არ დაელაპარაკე, აი ესე ფართოვდება და აი ხანძარივით ეკიდება ხოლმე მე კომპანიას და განსაკუთრებით სასტუმროში იცით როგორ იგრძნობა ერთ დღეში, ორ დღეში იგრძნობა ამ ყველაფერს. შეიძლება სადღაც ბიზნესში დაიმალოს, სასტუმროში ვერ დაიმალება. შესაბამისად იქ დიასახლისმა ვერ დაგილა, აი ჯაჭვი არის, ანუ თითოეული თანამშრომელი არის სასტუმროში მნიშვნელოვანი. არ აქვს მნიშვნელობა მეცხავია, დამლაგებელია, რესეფშენია მიმღებში დგას თუ გენერალური დირექტორია. პირიქით, ზევით ვინც არიან, ევალებათ რომ ქვევით იყურონ, რომ სწორად დაინახონ, იმიტომ რომ ისინი არიან სარკეები და დამხვედრები ადამიანების. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თუ გაითვალისწინებენ ბიზნესები და ნელ-ნელა ითვალისწინებენ, მაგრამ ნუ აი ცნობიერების ნაწილში მუშაობთ რა. ვიზრდებით. კეთი, დეფიციტთან დაკავშირებით მე მაგალითად რასაც ვაკვირდები, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ტალანტების დეფიციტში ვხედავ რამოდენიმე პრობლემას. ერთ-ერთი პრობლემა არის ემიგრაცია, ახალგაზრდების განსაკუთრებით. მეორე არის мотиваცია, რატო უნდა მოვიდეს შენთან თანამშრომელი, რატო უნდა მოვიდეს მასპინძლობის სფეროში. რას აკეთებს მასპინძლობის სფერო იმისთვის, რომ მასთან მივიდეს კონკრეტულად ეს თანამშრომელი, ახალგაზრდა თუნდაც სტუდენტი და მასთან დასაქმდეს. ამას აქვს ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა და მესამე, რომელსაც მე ვხედავ, არის ის, რომ ძალიან არის დიდი მოთხოვნა დისტანციური სამსახურის მიმართულებით. არავის აღარ უნდა, აი ამ პანდემიამ ბევრი რაღაც შეცვალა. ძალიან შეცვალა დასაქმების ბაზარი და ამას ვხედავ. აი ამ კუთხით როგორ ფიქრობ, დამოკიდებულება გავიგე, რაც თქვი და უშუალო თანამშრომლების მიმართ, მათთან კომუნიკაცია იქნება თუ უკავშირის დაბრუნება და ლიდერობის მიმართულება, მაგრამ მატერიალური თვალსაზრისით, რაღაცა ხილვადი თვალსაზრისით, რა შეუძლია რომ გააკეთოს პირობითად ბიზნეს, იმისთვის რომ პირველი შეინარჩუნოს ტალანტები და მეორე მოიზიდოს. შესაბამისი ადგილების შექმნა, ეს ადგილი გულისხმობს კომფორტულ გარემოს, ოფის, მინიმუმ ოფის, სადაც თავს კარგად იგრძნობს. დისტანციური სამუშაოები ჩვენ სფეროშიც გაჩნდა სხვათა შორის. მაგალითად გაყიდვების პოზიცია, რომელიც ადრე მოითხოვდა ადგილზე ყოფნას, რეგიონებში ახლა დისტანციურად არიან და ესე უწოდ ჩასვლა. ასევე სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებები არის, იქ დაჯავშნების მიმართულებით, სადაც არიან დისტანციურად. აქ არის უკვე გაყოფის ნაწილი. მათ ენაზე ვაპარაკობ, ხა ვინც მინდა რომ გაიგოს, ანუ მე როცა ვიღებ შემოსავალს, მოდი და გავუყო იმ ადამიანს, ვინც მეხმარება ამ ადამიანს. ბონუსური სისტემა ძალიან კარგად მოქმედებს მასპინძლობას. აი პირდაპირ ეკვივალენტურია. ხალისისაც მიუხედავად იმისა, რომ მარტო ფულით ვერ ისაზღვრება მატერიალურად ეს სფეროს ნაწილი, მაინც თუ ხელფასები, სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ხელფასებია. თბილისში სხვა ხელფასია, რეგიონში სხვა ხელფასია, მერე ზავგან დაბალია, მატერიალურად უფრო მეტი ჩართულობა გაცნობიერება, ადამიანის დაფასება, წახალისება და ინდივიდუალური მიდგომა მატერიალურ ნაწილში ინდივიდუალურად ძალიან კარგად მოქმედებს და სწორედ აი რამდენიმე ხნის წინ მითხრა ჩემ ერთ-ერთ ობიექტზე მენეჯერმა, რომ მოდი აი ესეთი სისტემა შემოვიღოთ, რომ ინდივიდუალურად მივიღეთ თანამშრომლებს და ინდივიდუალურად გამოცდილებიდან გამომდინარე ცოტა შევცვალოთ და რაღაცა ბონუსური სისტემა სხვანაირად გადავათამაშოთ და ვენდე ხა და ველოდები როგორი შედეგი იქნება, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი შედეგი იქნება, იმიტომ რომ ძალიან კარგად მოქმედებს ეს სისტემა მასპინძლობის სფეროში. ძალიან დიდი მადლობა, კეთი, რომ მოხვედი ჩემთან, გამიზიარე შენი სფეროს მიმართულებით გამოწვევები რაც არის. ვიმედოვნებ, რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვლება ამ პოდკასტის მიზანიც ეს არის, რომ ვისაუბროთ ჩვენი გადმოსახედიდან მიმდინარე გამოწვევებზე, ბიზნესის მიმართულებით იქნება ეს თუ ადამიანური შინაგანი გამოწვევების მიმართულებით და წარმატებები ყველაფერში. წარმატებები შენ კომპანიას. ასევე წარმატებები შენ.